ახლა უნდა ვისაუბროთ ყველაზე ბრჭყვიალა და რეიტინგულ მეგა შოუ ცეკვავენ ვარსკვლავებზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად არის ჩვენი არხის სავიზიტო ბარათი, მით უმეტეს რომ საუბრობთ მე-14 სეზონზე და ეს უკვე ისტორია. ეს სეზონი განსხვავებული იქნება ყველა სხვა სეზონისგან, მაყურებლის წინაშე პროფესიონალი ლათინო-ამერიკული სპორტული მოცეკვავები და ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ანსამბლების მოცეკვავები წარსდგებიან. სტუდიაში მინდა მოვიწვია ანსამბლ აფხაზეთის მოცეკვავები მარიამ ქავთარაძე და ინა ჩიხლაძე. მობრძანდით. მობრძანდით შემოგვიერთდით მარიამ და ინა. სანახაობა გველოდება, ალბათ ამას ხდება უკვე ჩვენი მაყურებელი და სულ ცოტა დრო რჩება, სანამ მე-14 სეზონის სტარტს აიღებს. და ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვიცნობთ ამ მონაწილეებს და ჩვენს მაყურებლებსაც ვაცნობთ. გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ. აფხაზეთი ჩვენთან არის. კი, ასეა. ნამდვილად დავიწყოთ მთავარი კითხვით, ალბათ ძალიან მოულოდნელი იქნებოდა, როდესაც შემოგთავაზა ცეკვავარსკვლავში მონაწილეობა და ალბათ პირველი კითხვა თქვენს გაგიჟდებოდათ, რომ ვინ უნდა ვიყო მოცეკვავე თუ ვარსკვლავი. ამ შემთხვევაში თქვენ გახართ ვარსკვლავის სხვა ეს, იმიტომ რომ ნამდვილად ხართ თქვენი პროფესიის ვარსკვლავები და რა რეაქცია გქონდათ, როდესაც შემოთავაზება მიიღეთ? ეს იყო მაქსიმალურად მოულოდნელი, არ ველოდებოდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ მომენტში, როცა გავიგე რომ ერთ-ერთი მონაწილე ვიქნებოდი და ვერასდროს ვერ წამოვიდგედი მე როგორ უნდა ვიცეკვევი მსგავსი სამეჯლისო ცეკვები, არა და სულ მომწონდა ეგ გახრა, რა თქმა უნდა. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ნოელს, რომელმაც გადაწყვიტა და მომწვია ამ ხელა მეგა შოუში. ანუ ახლა გამოდის რომ ერთი ანსამბლის წევრები ერთმანეთის კონკურენტები ხდებით? სწორი ფორმა. ანუ ძალიან ბევრი კარგი მონაწილეა შოუში. მართლა ყველა წარმატებულია თავის ანსამბლში და თავის სფეროში. და ანუ იცით როგორ უყურებთ, ანუ ეს არის ახალი გამოწვევა. ანუ გაზრდის საშუალებას მოგცემს როგორც მოცეკვავეებს. ანუ ხვალ უკეთესი უნდა ვიყოთ, ზეგ უკეთესი უნდა ვიყოთ და ახალი მიმართულება ახლა ჩვენთვის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნოვატორები ვართ, ჩვენი ანსამბლი ძალიან ნოვატორებში გავდივართ, ესე რომ ვთქვათ და ძალიან ბევრი კარგი იდეა ხორციელდება ხოლმე ჩვენთან. ეს კიდევ ახალი გამოწვევა, რომელსაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ძალიან კარგად გავუმკლავდეთ. ქალბატონო მარიკა, ქალბატონო ერთ რამეს ვიკითხავ. ჩვენ ბიჭებთან ქონდა შეხვედრა სხვადასხვა ანსამბლის წევრებთან და ისინი ამბობდნენ ესეთ რამეს, რომ ქართული ცეკვა არის მაინც ისეთი მკაცრი ცეკვა, ძლიერი, მამაკაცური ცეკვა, იმიტომ რომ კუნთები სულ დაჭიმული ხარ და ასე შემდეგ. რასაც ვერ ვიტყვით ლათინურ ცეკვებზე, რომელიც არის უფრო ჰაეროვანი, ზოგჯერ თეძო უნდა ამოძრავო და ასე შემდეგ. ეს მამაკაცებთან მე არც სამი ცეკვი, არც ქართული, არც ისეთი. ეხლა ნახეთ რა კითხვა მაქვს. მამაკაცებში გასაგებია, მაგრამ როგორ ხდება ქალბატონებში? ანუ უნდა შეიცვალოთ სტილი, თქვენთვის ქართული რომ იცით კარგად და ქართულს რომ კარგად ცეკვა, პირიქით ეს ხელშემშლილი ხო არ იქნება? აი როგორ უყურებთ ამ პროცესს, ორივესგან მაინტერესებს. სტილი შეცვლა გვიწევს, რა თქმა უნდა, ახლა იმიტომ რომ ქართული ცეკვა რადიკალურად განსხვავდება სამეჯლისო ცეკვებისგან. ჩვენ უფრო ხასიათს ვაჩვენებთ, ანუ სხვადასხვა კუთხეებს, ხო გვაქვს სხვადასხვა კუთხეებიდან ცეკვები, ანუ ყველა კუთხეს თავის დამახასიათებელი ხასიათი აქვს, ხო? აქ უფრო სხვა რაღაცა მუშაობს, აქ უკვე სხვა ხასიათია, აქ უკვე ტექნიკური ნაწილი უფრო მეტად ფეხისად მიდის, უფრო მნიშვნელოვანია. იქ თუ ხასიათზე გადაგვაქვს, იქაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია დეტალები, რომელზეც დაფუძნებულია ქართული ცეკვა, ხო? აქ უკვე სხვა რაღაცეებს აკვირდებიან. ეს თეძოების ჩატეხვა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ერთადერთი იმის იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა განხრით განვითარდეთ ხოლმე ჩვენი ანსამბლი. თეძოების ჩატეხვა. კი, რაღაცა. კი, რეგაცები ალბათ უკვე დაიწყეთ, ასევე უკვე მიმდინარეობს გადაღებები ქუდის და ის ცნობილი ქუდი, რომელიც კეთდება ხომ, შემოსვლა ვარსკვლავების თავის პარტნიორთან ერთად, იქ უკვე ალბათ მოირგეთ, ხო, ის სამოსი, რაც ლათინურ ცეკვებს სჭირდება და როგორ მოგწონთ თქვენი თავი ამ ახალ ამპლუაში? აი, რაღაცა საოცრება, როცა ეს მუსიკა რო არის, რა განსაკუთრებული და აი როცა უკვე ილეთები დამუშავების პროცესში მიდის, აი მსგავსი რაღაცა რო ხდება, აი უკვე სხვანაირ არ გრძნობ თავს შენ პარტნიორთან ერთად. მაგ მუსიკას 14 წელია ისეთი განწყობა მოაქვს, როგორც კი გაისმება ხოლმე იმედის ეთერში, უკვე რაღაცა სრულ მობილიზებას ახდენს, როგორც ტელევიზია, ისევე მაყურებლები. მთელი ქვეყანა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ამ პროცესში ეგრე. ეხლა როგორ შეხვდნენ ანსამბლში? ანსამბლის მეთაური, სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდეგ ანსამბლის დარწმუნებული ვარ, მთელი ანსამბლი თქვენი გულშემატკივარი იქნება, მაგრამ მოდით ეს კულუარებიც მოგვიყევით. თავისთავად ჯერ ძალიან ბევრი კარგი მონაწილე იყო ჩვენი ანსამბლიდან და ანუ არ ველოდებოდი ესე რომ გითხრათ რომ აი მე ვიქნები, ესეთი მოლოდინები არცაც არ გქონია არცეთ ჩვენგანს, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრმა კარგმა მონაწილეებმა მიიღო მონაწილეობა და ნუ ემრო დაგვირეკა, პირველი რაც გავაკეთე ბაჩანას დაურეკე და როგორც თვითონ როგორ კიოსიო, იმიტომ რომ რეაქცია დიდი ბატონი ბაჩანა ჭანჭული. როგორ დააორგანიზებთ თქვენს გულშემატკივრობას ბატონი ბაჩანა?
დარწმუნებული ვარ, რომ სრული მობილიზება იქნება ანსამბლის მხრიდან, იმიტომ რომ ყველა ძალიან გულშემატკივრობს, ყველა ელოდება, აბა ეხა რა ხდება და რა შვებით და როდის გავა და ეხა დარწმუნებული ვარ მიყურებენ და მოვიკითხავ თითოეულ მათგანს და დიდი სიყვარულით და მათ მხარდაჭერას ძალიან უგრძნობთ. მეცხრე ისინი ალბათ ამ ნაბიჯის გადმოვა კიდევ გაგვიჭირდებოდა. სულ მცირე კითხვა, აი ბაჩანა რადგან ვახსენეთ, აი ბაჩანამ ნამდვილად შემოიტანეს ნოვატორობა, რომელსაც ქართულ სცენაზე ვხედავთ. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ თქვენ ყველასთან შედარებით უფრო თამამები იქნებით. ხო, ჩვენ გვაქვს ეგ პლუსი იმ მხრივ, რომ გვაქვს განსხვავებული სტილი და სხვადასხვა პროექტებში ვცდილობთ, რომ სხვადასხვანაირი სტილით დავკავდეთ და თვითონ ბაჩანაც განსხვავებულ ცეკვებს გავს, ანუ არ გავს ტრადიციულ ცეკვებს განსხვავებულია, მაგრამ ეს ყველაფერი დაფუძნებულია ტრადიციულ ძირითად მოძრაობებზე, რომ არა იმის ცოდნა ეს თანამედროვე სტილიც არ გვექნებოდა. ალბათ ნუცა, ჩაგეჭერით. მეწყვილებზეც გითხარით ორი სიტყვა, სანამ დაგემშვიდობთ. ვინკრეთ. ჩემი მეწყვილეა უნიჭიერესი და უსაყვარლესი ლუკა სტეფნაძე, დებიუტი გვაქვს ორივეს და ძალიან შემართებით ვართ მაქსიმალურად. ჩემი წყვილი არის თქვენთვის კარგად ნათნობი გუკა ჭანდორია. კი ბატონო, ვიცნობთ და საოცრად კარგი მეწყვილეები გყავთ. იმედია თასამდეც მივასაქმე, მაგრამ სანამ თასი იქნება, მანამდე ბადაგონის ცქრიალა ღვინოს წარმოგიდგენთ და გადმოგცემთ საჩუქრად, რომ წინა საახალწლო განწყობა შეიქმნათ და მაესტროს ხაზით არის წარმოდგენილი სხვადასხვა სახის ცქრიალა ღვინო, რომელიც მთელი გულით შეგვიძლია მოგაწოდოთ და დანარჩენი უკვე 31 დეკემბრიდან ჩვენს ეთერში შუშხუნა ჭყვიალა და რა ვიცი გრანდიოზული პროექტი დაიწყო. და სანამ რადგან ღვინოზე ვსაუბრობთ და გაცხრიალდებიან ჩვენი გოგონები, ამ ღვინის ფონზე უნდა გკითხოთ აუცილებლად გასაგებია კონკურსი არის, თან ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული კონკურსი არის, კი რამე გვინახავს და ყველაზე ბრჭყვიალა. მოლოდინი როგორი არის თქვენი მხრიდან? რას ელოდებით ამ პროექტის? პირველ რიგში ველოდები, რომ იქნება ახალი გამოწვევა, ან გამოცდილებას მივიღებ, რომელიც არ მქონია. და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მე ჩემს ანსამბლში აუცილებლად გამომადგება. მე მაინტერესებს თასი თუ იქნება თქვენი აზრით. აფხაზეთში თუ წავა, ანსამბლ აფხაზეთში. ამასთან ვერ გეტყვით. თქვენსა თითოეულ მონაწილესაც დიდი მადლობა ვთქვათ ჩვენს მაყურებელს იმისთვის, რომ დრო გაატარა. მარიკა